პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. მე არ ვიკეთებ ტუჩზე ფილერს თვალში ცელულიტი მაქვს. მგონია რომ 21 საუკუნეში მოულელი ქალი არ უნდა იყოს. მე კარგი ვარ, მე არ ვიმსახურებდი მიტოვებას, მე არ ვიმსახურებდი რეჯექტს, მე არ ვიმსახურებდი რაღაცა და მე ძლიერი ვარ. ეს ხო ჩემი თავდაცვაა. ნანუკა, შენ თავი მოგწონს დღეს სარკეში რო იყიდე. იცი რა არის, ხან კი ხან არა და გავსის ნაპერწკალი. ხო, მაქვს. მე ვარ კარგი манипуляტორი, სხვათა შორის. მე მაგალითად მაქვს ADHD, რომელიც აი ყოველ დილას გეგონება დიდი ლოდი გადებს და ეს ლოდი უნდა გადააგორო, რომ უბრალოდ ადგე. ძალიან ბევრს მუშაობ დილის 4-დან ღამის 8 საათამდე და აი შენ მის არ თავი მეწი. კი, ის 2 წელი იყო უთულესი, იყო დეპერსონალიზაცია, სადაც იყო ძალიან ცუდი ფიქრები, რისი ტირაჟირებაც არ შეიძლება და კანონის მიგზალავს ამას, მაგრამ ალბათ ყველა მიხვდება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი, რასთან მქონდა საქმე. აი როგორ გამოხვედი ამ ყველაფრიდან. აი ხა რაცა უნდა გაუკვირდეთ ადამიანებს, დაახლოებით ალბათ 3 თვემდე სახლშიც კი ვმალავდი რომ ეს მჭირდა. ეს იყო ისეთი რამ, რაც არ უნდა გამემხილა, იმიტომ რომ იყო საშიში თუ გავამხელდი და მე მაქვს ჯადოქარი ასკეზა. ხავაბარებ მაგისტრატორზე ფსიქოლოგიაზე, კი, ვსწავლობ გეშტალტს, ფსიქოთერაპიის კაბინეტს გავხსნი და შენ ხარავს დავეხმარებ. მე მყავს ხვლიკები სახში პატარა. ხვლიკები? და ნამდვილი ხვლიკები. ალბათ ამოჭრი ამას, მაგრამ მუნჯაროსად ვარ იკეთებ. არა მოვჭრი. ნანუკა, შენ აღარ იფიქრებ და დაითვლი ცხვრებს. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა. გადაცემა Easy Plate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაზე გემრიელი, ჯანსაღი და სწრაფი გადაცემა დაგიბრუნდათ. და დღეს განსაკუთრებული გადაცემა გელოდებათ, ვინაიდან ყავს განსაკუთრებული სტუმარი, რომელისგანაც ბევრი ძალიან საინტერესო რჩევას მოვისმენთ. სტუმარი არის ნანუკა ჟორჟოლიანი და ერთი სული მაქვს, როდის შემოაბიჯებს Greenland Melody House-ში. მანამდე კი ჩვენ უნდა მოვამზადოთ მას უგლუტენელ კერძზე და ნანუკას აქვს გლუტენის აუტანლობა. ისევე როგორც შენ. მეც მაქვს, მაგრამ მე არ ვიცავ ამ წესს. ანუ მე ისე ძლიერად არ მაქვს, მე ჩემი ორგანიზმი უბრალოდ უკეთესი იქნება, რო არ მივირთვა გლუტენი და ნანუკა მეგონი საერთოდ ვერ ჭამს გლუტენს. და ნუცა რას ვამზადებთ დღეს? დღეს ვამზადოთ ძალიან გემრიელი და ჯანსაღი ქათმის სალათი, ავოკადოთი და სხვადასხვა ინგრედიენტებით, რომელსაც სულ მალე გააგიზიარებთ. და შენ უნდა შეწვაი შენ უგემრიელესი ქათამი, რომელიც პირში დნება ხოლმე 2 წუთში ზუსტად. ზუსტად 2 წუთში გასწავლეთ როგორ შევწვათ ძალიან გემრიელად ქათმის ფილე. ისე რომ არ გამოშრეს და ბევრ რჩევას მოგცემთ ქათმის ფილესთან დაკავშირებით. აქ გვაქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი, რომელიც 2 ნაბიჯის ონლაინ მაღაზიიდან გამოვიძახეთ და ძალიან სწრაფად მოგვიტანა კურიერმა. კი, ყველაზე კომფორტული არის, ყველაზე ბიუჯეტური არის და ნამდვილად გუშინ Facebook-ზე ვნახე პოსტი, რომ ადარებდნენ 2 ნაბიჯის ფასებს სხვა იგივე პროდუქციის და ძალიან დიდი სხვაობა იყო ფასებში. ყოველთვის რა თქმა უნდა, ყველაზე ხელმისაწვდომი არის 2 ნაბიჯი და ჩვენი მუდმივი სპონსორი. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეტრომარტი, ჩვენი სპონსორი, რომელიც უზარმაზარ ჰიპერმარკეტში დაგხვდებათ ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი მსხვილი თუ წვრილი ტექნიკის, იქნება ეს ჩოპერი თუ იქნება კონდიციონერი, ძალიან ბევრი ბრენდია წარმოდგენილი, ხარისხი, ფასი, არის ასევე ონლაინ და ოფლაინ და რაც მთავარია, ნუცა, მთელ საქართველოს მასშტაბით არის მიწოდება. ახლა მოდი გადავიდეთ მზადებაზე. ყველა საჭირო ინგრედიენტიც ადგილზე არის. ახლა დავიწყებ ქათმის დამუშავებას და ამისთვის დაგვჭირდება ფინოს ხელსაწყმელი, რომ დავუმუშავოთ კარგად ქათმის ფილე, დავჭრათ. ფინო არის უკრაინული ბრენდი, რომელიც გვეხმარება სამზარეულოში ყველაფერი ვაკეთოთ ძალიან სუფთად, ძალიან ლამაზად, მოწესრიგებულად და ძალიან ესე როგორც ვიტყოდით with class. ახლა როგორი შავი ხელთათმანები მაქვს? ხო, ძალიან ლამაზია და რაც თავარია, მე მაქვს ხოლმე ძალიან ხშირად როგორც შენ იცი, ალერგია ხელთათმანებზე და ამ ხელთათმანზე არ მაქვს ალერგია. ძალიან ბედნიერო. გახსოვს როგორ მემართება ხოლმე? აი, სუმფოთლავს ხოლმე და მოკლედ ძალიან ალერგიული ვარ და ჩემთვის არის იდეალური. მე დაგეხმარები თუ გინდა სალათის დაჭრაში. თუ გინდა, რამე დამავალე და იმას გავაკეთებ. და მოდი მოვუყვეთ ახლა როგორ უნდა გავალღოთ სწორად ქათამი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქათამი იყოს, გაყინული ქათამი იყოს სწორად მომზადებული, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო შეიძლება გახდეს თუ არასწორად დავიცავთ გალღობის წესებს.
რა თქმა უნდა და მე დავიწყებ ახლა ამაზე საუბარს, თან დავჭრე კუბებად ქათმის ფილეს, რომ უფრო სწრაფად მოვამზადოთ, იმიტომ რომ როგორც შეგკვირდით 2 წუთში მოვამზადებთ ქათმის ფილეს. ეს არის უკვე გამდარი ქათმის ფილე. ჩვენ ყველაზე სწორი მეთოდი გამოვიყენეთ, ანუ 1 დღით ადრე გირჩევთ, რომ დატოვოთ მაცივარში 4 გრადუს ტემპერატურაზე და თავისით ღობის ბუნებრივი გზით გადნეს და მივიღოთ ეს ანუ პროდუქტი. სადღაც 1-დან 4 გრადუსამდე, ხო? კი, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ დავტოვებთ სხვა ოთახის ტემპერატურაზე, იქ არ გვაქვს ტემპერატურის კონტროლი და შეიძლება გაგვიქცეს ეს ტემპერატურა და გარედან გათბეს ფილე, შიგნიდან იყოს გაყინული და გარედან უკვე გამთვარი ფილე ავიდეს ტემპერატურაზე უფრო მაღლა, დარჩეს მაღალ ტემპერატურაზე და მერე დაიწყოს ბაქტერიების გავრცელება. რაც რისკს ზრდის, რომ შეიძლება რამე დაგვემართოს ამ პროდუქტით. ამიტომ გირჩევთ, რომ ყოველთვის წინასწარ გაადნეთ ხოლმე, ან ექსპრეს გადნობა შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში, სპეციალური ან ცივ გალღობის წყალში. ფუნქციით, ან აუცილებლად ცივ წყალში. ხო, მიკროტალღურში ჩვეულებრივად მომზადებაზე არ უნდა არა, რა ჩავთოთ. თქმა უნდა, გადნობის ფუნქციით უნდა მოვამზადოთ მიკროტალღურ ღუმელში, რომელიც ძალიან ნელა და ფაქიზად ადნობს პროდუქტს. მითითებული არის იქ დრო, ცოტა დიდი ხანი ჭირდება, ან გამდინარე წყალში, უნდა აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ცივი წყალი, რომ არ მოხდეს, არ უნდა იყოს და ოთახის ტემპერატურა არ უნდა იყოს, ეს დავიმახსოვრე და თუმცა მე ერთხელ მახსოვს, რომ მე როდესაც სადილი გავამზადე და დავტოვე გაზ ქურაზე, რომ ის გაციებული იყო, შენ მითხარი, რომ ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ როდესაც ის ჩამოვა და გაციუდება, შეიძლება იქ ძალიან ბევრი ბაქტერია იყოს, ხო? ანუ ჩვენ რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში, ცხელი ქვაბი შევდგათ მაცივარში? ჯობია რომ გადავიტანოთ სხვა კონტეინერში და ეს სხვა კონტეინერი ჯობია რომ საყანურეში შევდოთ რაღაც პერიოდი რომ გაციუდეს და შემდეგ უკვე მაცივარში. და ნაწილ-ნაწილ გავაცხელოთ ალბათ, ხო და ერთიანად არ ვაცხელოთ ყოველ ჯერზე. არა, არავითარ შემთხვევაში. ხო, ესეთი რაღაცები ნამდვილად არ ვიცოდი. მოდი ახლა შევწვათ ქათმის ფილე და შემდეგ დავამუშავოთ ბოსტნეული. კეთილი და ალბათ სხვა დაფა უნდა ავიღოთ ბოსტნეულისთვის. კი, ბოსტნეულს ავიღოთ მწვანე დაფა. ახლა კი დროა შევწვათ ქათმის ფილე ძალიან ცხელ ტაფაზე, მოვათავსებ ზეთით რომ გაცხელდება, მხოლოდ ამის შემდეგ გადაგვაქვს ქათმის ფილე და ესეთი ხმა უნდა იყოს აუცილებლად. შიშხინით, ნუცა. ეს შენი სოიოს соуში რო ამზადებ ხოლმე ის ქათამია? კი, მაგრამ დღეს სოიოს соуს არ გამოვიყენებ, რადგან სოიოში არის გლუტენის შემცველობა და რამდენი უკაცაუტომობა და რითით ანაცვლებ? ბალზამიკოსი, შეგვიძლია ტერიაკის соусით გამოვიყენოთ, მაგრამ შეიძლება ტერიაკის იყოს შერეული ცოტა. შეიძლება, ხო? ბალზამიკო არის ყველაზე კარგი. და შენ წინასწარ არ ამარინადებ ხოლმე ქათამს? ქათამს დამარინადება წინასწარ არ ჭირდება. აჰა. ნუცა, კერძი რა იქნება, რომ მომიყვე? ესე იგი, გვექნება ძალიან გემრიელი ავოკადოს სალათი, ჩერი პომიდორით, სალათის ფოთლით. ასევე იქნება ეს შემწვარი უგემრიელესი ქათამი და ყველი იქნება რამე? ყველი იქნება ფეტა. აჰა, დააკარგი. რატო ირჩევ ფეტას ამ შემთხვევაში? დავალკალორიულია და ძალიან გემრიელია, კარგი ამოსაჭრელს, კარგი ტექსტურა აქვს და რაღაცა გარჩევი კარგად ეკიდება ფოთლებზე, არა? იკიდება და რაღაც ძალიან საინტერესო გემოს მისცემს. თან ქათამი არის პროტეინის წყარო, ავოკადო არის ჯანსაღი ცხიმის წყარო და სალათის ფოთლები, პომიდორი გვაძლევს იმ უჯრედს, რომელიც ძალიან გჭირდება. ზედმეტი ნახშირწყლების გარეშე. ნუცა. რამდენი წუთი ჭირდება ამ ქათამს რო შეიწვას? დაახლოებით 5 წუთამდე. არა, ძალიან სწრაფი არის, როგორც კი შეიბრაწება და მოიბრაწება, უნდა მოვარცხათ ცოტაოდენი ფორთოხლის წვენი. ეს ფორთოხლის წვენი ნატურალური არის, ანუ სიტყვის გარეშე, ხო, შაქრის გარეშე. კი, ჩვეულებრივი ფორთოხლის წვენი არის. რატომაც გონია ეგრე ტაფა რო დავატრიალო, ყველაფერი გადმომეყრება გარეთ. დაცადო? დარწმუნებული ვარ, არ გამომივა, მაგრამ მოდი ვცადო თუ გინდა. მითხარი, აბა როგორ უნდა გავაკეთო ესე? დაატრიალე? არ გამოვდი. ესე? ხო, წინ ცეცხლებს მე ვერ უყიდე. გამოწიე უკან. ესე? ხო, დაახლოებით. სანამ გადავყარე ყველა ქათამი. ცეცხლები მე არ გამომდის. ეხლა უნდა დავასხა ბალზამიკო. ისა რამდენი დავასხა? ისე რომ კარგად კარამელი ისეს. მიდი? ესე? სადაც კიდე? შეაიღო. ეს ფერი ეძლევა ხო ძალამაზი. კარამელიზირებული. ძალამაზია და რა კაი სუნები დადგა.
ისა მარილი არ გვინდა? მარილიც გვინდა. კი, მომიტანე მარილი. ლოსალტი გვაქვს ხო? ხო, რა თქმა უნდა, შენ რაც მე მითხარი, რომ ჩემს ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნებოდა low-salt-ი, იმის მერე სულ low-salt-ი გვაქვს ჩვენ. ლოსალტი არის მარილი, რომელიც შეიცავს 70% ნაკლებ ნატრიუმს და მეტ კალიუმს. მოვაყაროთ მარილი, რომელიც არის სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის და ეყოფა. და წყალს ნაკლებად იკავებს ორგანიზმში. რაც მე ძალიან შეშუპებების დროს ძალიან მეხმარება. თქვენი უგემრიელეს ქათამიც მზად არის. პილპილიც ხო არ გინდა? ცოტა მოვაყარე. ფაინად. აი შეგიძლიათ. პეშესია. ნუ ცა რა საოცარი არის სუნები ტრიალებს მე უკვე ძალიან მაინტერესებს ამ კერძის გემო. ხო, დამეხმარები რაღაცების დამზადებაში? კი, დაგეხმარები. აი ეს თვითონში უფრო დაგეხმარები. შია? ძალიან კაი სუნებია. ნუ ეს გარეცხილია უკვე? კი, რა თქმა უნდა. კარგი და იცი რა უნდა მეთქვა წინა გადაცემაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შეიძლება თუ არა მწვანილის დაჭრა დანით იქ ვწერდნენ რომ ეს კომბოსტო არის, არ არის სალათია და იყო აისბერგი, რომელიც ძალიან გავს კომბოსტოს, მაგრამ ამავდროულად არის სალათის ფოთოლი და გვაქვს ასევე აისბერგიც. და მომეცი გავრეცხავ აისბერგს. მე ახლა უნდა დავჭრა ჩერი პომიდორი, ლამაზად. შემდეგ დავჭრა ხახვი. ასევე ლამაზად. მომამზადოთ соуსი და დავჭრა ავოკადოს სლაისები. соусისთვის დაგჭირდება ბალზამიკო, ასევე მარილი, ლოსალს გამოვიყენებ. ცოტა ლიმონის წვენი და ასევე დაგჭირდება ზეითუნის ზეთი. მე ძალიან მიყვარს მარილიანი გემო. მოდი შენ გააკეთე соуსი. соуს მე გავაკეთებ, ამიტომ დავაყენებ. თან, როდესაც არის მარილი, სადაც ნატრიუმი არის ნაკლები, ბევრად უფრო თამამად შემიძლია დამატება სინდისის ქეჯნის გარეშე და იმის შიშის გარეშე, რომ შევშუპდები მე ამ საკვების შემდეგ. კაი, აჰა, შენ ლიმონი და ლიმონის წვენი და წურე. ხო, მე აუცილებლად უნდა ჩავიცვა როთათმანი ვინაიდან ლიმონის წვენი რომ მოვხდეს ხელზე, ასევე ალერგია დამეწყება და ჩემი არაალერგიული ფილოს. ახლა კარგი რბილი ავოკადოა. ესეც ორ ნაბიჯიდან გამოიწერე? ხო. მაგარია და კი, ძალიან კარგი. ნუ იცი სუმიჩდება მე კითხვა რომ შენ როდესაც ბალანსში გაქვს ყოველთვის დამწიფებული ავოკადო და მე რო ვყიდულობ ხომ და ყოველთვის ქვასავით მაგარია. არ ვიცი შენ ამწიფებ თუ იცი სად იყიდო ხოლმე? ჯერ ესეთი როცა იყიდი, მე თბილ ტემპერატურაზე უნდა გააჩერო რამდენიმე ხანი, რომ დარბილდეს, თუ არ არის რბილი. ხო. მაცივარში არ უნდა შეინახო, მაგრამ თუ არის საკმარისად რბილი, მაშინ მაცივარში უნდა შეინახო. აჰა. და თუ გინდა რომ უცებ დარბილდეს, მაშინ პირიქით უნდა დადო ბანანთან და ვაშლთან ერთად. ხო ეს გამიქია და რატო რა ხდება მაგ დროს? სპეციალურ გაზს გამოიმუშავებენ, რომელიც უფრო ამწიფებს და არბილებს ავოკადოს. ნახე რა კარგი ავოკადოა. ეძლევა სიგნალი რომ დამწიფების დროაო, ხო და ეს მექანიზმი ირთვება რომელიც ამწიფებს. დიახ. და კაია. ძალიან მიყვარს ისეთი ავოკადო, რომელიც ითლება. გიჟდები, ჩემი საყვარელი ხილია, ხო, ავოკადო? კი. ჩემი საყვარელი ხილია. თუ შეინახავთ დამწიფების მიზნით ბანანთან და ვაშლთან ერთად ავოკადოს, ამ შემთხვევაში აუცილებლად შეინახეთ ქაღალდის პაკეტში და გადაკეთეთ კარგად, რომ ეს გაზი არ გამოვიდეს გარეთ და დარჩეს ჰერმეტიულად. ხო, პარკში. გასაგებია. აი ეს არის წვენი ლიმონის და მითხარი როდის გავჩერდე. კიდე დაამატე. ამა ზეითუნის ზეთიც უნდა? კი. საკმარისია? არა. არა, მე არ მეღლება ხელი. მიდი. აი, გეყოფა. და ეხა ზეითუნის ზეთი დავამატეთ. და რამდენი ზეითუნის ზეთი იგივე? აი, ნახევრამდე რომ ამოხვენა. ყველაზე დიდი ნაწილი ზეითუნის ზეთია? კი, ზეთი უნდა მეტ. ამას უნდა ეხა მარილი? კი, აუცილებლად მარილი უნდა. ლოსალტი გამოვიყენოთ ისე. ხო. და რამე სხვა უნდა კიდე? შეგიძლია პილპილიც დავუმატო. სახეობა საკმარისია. ცოტა კიდე? კი, ეყოფა. თანაც ხო იცი კალიუმს შეიცავს ლოსალტი. ხო. მე რო ვარჯიშობ ძალიან კარგი არის კალიუმი კუნთების აღდგენისთვის. მჭირდება ხოლმე კალიუმი. გულისთვის არის ძალიან კარგი და მე სპეციალურად ვიღებ ხოლმე მაგის გამო კალიუმის შემცველ მარილს.
ნახეთ რომ ამისი დაფა მაქვს ძალიან ჯანსაღი და გემრიელი. მოდი ახლა მაგ соусით შევაზავოთ ჩვენ სალათის ფოთოლი, რომელსაც მე გადავიტანთ. მოდი ხელი დავტეხ ხა ამ სალათის ფოთოლს ხო? ვინაიდან ან ჯერ არ მოსულა და ოქსიდაცია რო არ მოხდეს. როცა როდესაც სალათის ფურცელს ვრეცხავთ, აუცილებლად უნდა შევამშრალოთ, ხო? აუცილებლად კი, რომ წყალი არ დარჩეს და შემდეგ სალათის გემოს მისცემს ძალიან ცუდს. ხო. გავაჩეროთ გადასაწურბადესა და დაიწრიტება ეს სალათის ფოთოლი. შეგვიძლია შემდეგ ხელსახოცით გავამშრალოთ ზედმეტი წყალი. საკმარისია კიდევ. კი, ბოლომდე გამოვიყენოთ და უცებ დავჭრით ცოტა აისბერგსაც. ნუცა, აი შენ რო გაქვს გლუტენის აუტანლობა, ხო? როგორ მიხვდი და რა სიმპტომები აქვს? მე ზოგადად მაქვს აუტოიმუნური დაავადება, თიროიდიტი, ჰაშიმოტო იგივე და აქედან გამომდინარე ამ დაავადების დროს, როცა გაქვს აუტოიმუნური, ძალიან დიდ ანთებას იწვევს ორგანიზმში გლუტენი. ამიტომ უნდა მოვიარიდოთ როგორც გლუტენს, ასევე ლაქტოზას. მაგრამ მე არ ვერიდები. ხო, მაგრამ მე მგონი მეგობრო უფრო. იცი რა, ძალიან კაი იდეა მაქვს შენთვის ახლა. აუცილებლად შენ უნდა გამოუშვა უგლუტენო პური შენთან და შეძლებ მე ადვილად დაიცვა ხოლმე. უგლუტენო პური კარგია აზრია შორის. მე მგონი ძალიან ბევრი იქნება მადლობელი, იმიტომ რომ ძალიან რთულია უგლუტენოთ ცხოვრება, როდესაც შენ თვითონ იწევს ამის რეგულირება. როცა ყველაფერში არის გლუტენი. ხო. ეხლა დავამატებ სალათის ფოთოლში ჩერი პომიდორს, რომელიც წინასწარ დავჭერი, ასევე ხახვს. ნუცა, ახლა არ გვაქვს ხო დამარინადებული ხახვი? არა, დამარინებული ხახვი არის, ცოცხალი ხახვი გვაქვს. მაგრამ იმდენი ბალზამიკო არის ცოუსში, რომ დაარბილებს. კი. ახლა მე დავასერვირებ ჯერ ამ სალათას და ბოლოს გავუკეთოთ დრესინგი. კი, უბრალოდ ნახე ერთად კი, შეგიძლია. ფეროვანი ხდება, ანუ ძალიან დამოურიო? კი. არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გავაერთიანო ეს ბალზამიკო და ზეთი, მაგრამ კი, შეგიძლია. ცალ-ცალკეა. ყველა თავისთვის არის. შეგიძლია ძალიან მარტივად გააკეთო მეთხოვე. იცის. ყველაფერი. ნახე როგორ გააერთიანა. დასქელდა, გამოგვივიდა ვინეგრეტი. ნაირად აკეთე. სწრაფად უნდა მოურიო. მე სწრაფად ურავდი. მე ურავდი. შენ რაღაცა სტიქიები გემორჩილება. აი, ესეთი სტილი соуსი გამოვიდა. რა მაგარი გამოვიდა. მოდი ახლა მოვაწესრიგოთ მაგი და აგერ მოგცემ ახლა ფინალში. გადასაწმელ კილოს. მადლობა. და დავაგადავდით სასერვირებაზე, ხო? ხო. როგორ მიყვარს ეს სტილოები? ძალიან კომფორტული არის. ზე. მე კიდე მიყვარს ეს ჭურჭლის სარეცხის, ახლა ამას ფერია. ძალიან ლამაზია. როგორ მნიშვნელობა აქვს რა ფერი არის? ნამდვილად. ჩემს სამზარეულოს უხდება ეს ფერი. ახლა დავასერვიროთ ეს ჩვენი სალათის ფოთოლი. თეფშზე, ბევრი სალათის ფოთოლი გვინდა. ჯანსაღად ვიკვებებით. ნუცა, შენ როგორც გიყვარს დაბალანსებული კერძია, ხო? უჯრედისიც არის, ცხიმიც არის, ცილაც არის და მინიმალური ნახშირწყალი. აქ ჩერი გლუტენი. ხო. ჩერიშია ხო ცოტა ნახშირწყალი? კი, მაგრამ ეგეც უნიშნელოდ ძალიან დაბალკალორიული. ბალზამიკოში არა ის ნახე. არ არის? არა, კი, როგორ არის, ცოტა არის. ცოტა არის. pero სიტკბო აქვს და ეს ბუნებრივი შაქარია. როგორ შეასქელა, მართლა რა იყო ეს? ხო და გლუტენის იმ შემთხვევაში აი ნანუკა უფრო კარგად მოგვიყვება რა სიმპტომები აქვს იმ ადამიანებს, ვისაც აუტანლობა აქვს, მაგრამ მე ვიცი რომ ეს სერიოზულ ალერგიას იწვევს და კუჭ-ნაწლავში ძალიან დიდ დისკომფორტს, ასევე ქაბულსაც შეიძლება იწვევდეს და ზოგადად აი ვერინელებს შენი ორგანიზმი გლუტენს და ძალიან დიდი დისკომფორტი არის ამ დროს. მაგრამ ეს ვიცი რა, ეს ხილული რაც არის და არახილული რა არის, ის კიდევ უფრო უარესი არის. მე მაქვს ლაქტოზაზე აუტანლობა და მე ძალიან ვერიდები ხოლმე იმ პროდუქტებს, სადაც არის აუტანლობა, მაგ დროს რა იცი რა, როგორც კი ლაქტოზა მოხდება ჩემს ორგანიზმში, საშინელად მიჩქარდება გულის ცემა, ცუდად გრძნობ თავს, ალერგია მეწყება და მოკლედ აი შეიძლება არც ჩანდეს რომ არის ლაქტოზა, მაგრამ ეგრევე გრძნობ ხოლმე. ფეტაში არის ლაქტოზა? კი. არის. თუნდაც შენსაც არ დააგო. ხო, მდობია. თუ შეიძლება მე პარმეზანი მომეცით.
ტარან, ჩვენი შედევრებიც მცად არის. ახლა დროა ნანუგასთან გადავინაცვლოთ. დრესინგს ადგილზე მოვასხავ, როცა მოვა უკვე ჩვენი სტუმარი. გადასადები. ნანუკა, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. დაგიმზადეთ ძალიან გემრიელი უგლუტენო სალათი, ქათმით, ავოკადოთი და ყველაფერი ჯანსაღით. ძალიან დაბალი ნახშირწყლები არის. არ ვიცი როგორი კვებები, მაგრამ ძალიან გვაინტერესებს. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. ამიტომ დავიწყოთ. პირველ რიგში მეკითხავ, საიდან გაიგერო გაქვს გლუტენზე აუტანლობა? კუჭის პრობლემები მქონდა, სინამდვილეში ექიმთან მივედი კუჭის პრობლემების გამო. იდეაში კუჭის პრობლემები ძალიან მიბმულია მენტალურ ჯანმრთელობაზე, ესეც მინდა აქვე ვთქვა. და აი ამ კუჭის პრობლემის შემდეგ დაიწყეს გამოკვლევა და მაშინ მახსოვს თელია მითხრა ჩემო ექიმა, რომ თუ იციო, რომ ესეთ გლუტენის მიუღებლობა თუ გაგიგია, მეთქი არა რას ნიშნავს, ხო და ეს ბევრი წლის წინ იყო და მითხრა, რომ ესე თუ გაქვს ეს გამოხატული პრობლემები და ნუ ჩემს ჩამონათვალში იყო შეშუპება. ჩემს ჩამონათვალში იყო რაღაცა განსხვავებული შფოთვა, ეს არ არის არ გავს რაღაცა ცოტა განსხვავებულია, მოუნელებლობა, შებერილობა, ნუ ძალიან ბევრი რა, მან როდესაც საჭმელს ვჭამდი, მაშინვე ვიბერებოდი, ოღონდ ეს აი შებერვა თითქოს შეიძლება რომ ვიღაცისთვის პრობლემური არ იყო და ეს იყო შემაწუხებელი. აი ეს მე რო ვეღარ ჩერდები და გასვლა რო გინდა და ის სახლში რო გინდა წავალ. და მოკლედ ცელიაკია კლასიკური არ აღმომაჩნდა ამ კვლევის შედეგად, მაგრამ მაშინ მითხრა ეგეთი რამე, რომ მოდი ჩავატაროთ ესეთი ექსპერიმენტიო, დავიწყოთ უგლუტენო დიეტაო. და თუ უგლუტენო დიეტით ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ ამ სიმპტომებს ავალაგებთ, მითხრა ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დღეს 21 საუკუნეში კლასიკური ცელიაკია არ გქონდეს, ანუ არ გქონდეს ესე სამედიცინო კვლევით, მაგრამ გლუტენის მიუღებლობა გქონდეს. და შესაბამისად, მოკლედ გავაკეთეთ ეს კვლევა, კვლევისა დიეტა, დიეტის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემს ცხოვრება. ზოგადად გლუტენისგან განთავისუფლებას ორგანიზმი იწყებს 21 დღის მერე. 3 კვირა. ხო, 3 კვირა უნდა, ანუ 3 კვირის შემდეგ უკვე იწყება შედეგი დგება დღის წესრიგში. ანუ თუ ვიღაც ფიქრობს, რომ უგლუტენოს შეჭამს 3-4 დღე და ამით შედეგს ნახავს, ვერა. ანუ სადღაც 3 კვირა უნდა დააკვირდეს ორგანიზმს და შეშუპება მოიხსნა, ყველა პრობლემა მოიხსნა, შებერილობა მოიხსნა, მიმღებლობა დამეწყო საკვების და მას შემდეგ რა თქმა უნდა ვარღვევ. მე ზოგადად არ ვარ მომხრე მაღალი ძაბვის ცხოვრებაში. არ ვარ მომხრე მუდმივი სწორი კვებით, არ ვარ მომხრე მუდმივი რეჟიმის. არ არსებული, ეს არის ძალიან დიდი სტრესი ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა, ხანდახან მიწევს დარღვევა, აი გამორიცხული ხინკალი ძალიან მარღვევინებს გლუტენს. აი ვერ უშვები. აი ლობიანი უფრო მეტად მარღვევინებს, ვიდრე ხინკალი. ძალიან მიყვარს. და შესაბამისად, აი მაგალითად მაქვს ესეთი პერიოდები, როდესაც ასკეზას ვდებ ტკბილზე სამთვიას და მე რომ მაქვს ხსნილი, მივდივარ ტკბილეულების მაღაზიაში და შემიძლია რომ ვჭამო 4 შუ, 5 ეკლერი ერთად, ეს ჩემო მეგობრებმა იციან, რომ იმ დღეს ვარქმევ, რომ მე დღეს ქორწილი მაქვს და ქორწილი მაქვს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ვჭამ. შესაბამისად, ამის უფლებას ჩემს თავს ვაძლევ, მაგრამ იდეაში ძალიან დამილაგდა ცხოვრება. ძალიან საინტერესო, მეც მინდა, იმიტომ რომ მე მაქვს ავტოიმუნური დაავადება, თიროიდიტი და მე ჩემთვისაც არ არის ძალიან ისეთია, ხა. ათებებს იწვევს ჩემ შემთხვევაშიც და მეც უნდა გავაკეთოთ, ძალიან მაინტერესებს. და ხო, ერთ რამეს, კი, ათებებს იწვევს, ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე მოკეთ ფსიქიატრი რომ შევიცვალე და უკრაინელ ფსიქიატრთან რომ გადავედი თავის დროზე, მე ისევ ქართულს დავუბრუნდი. მაგრამ ერთი პერიოდი ანუ ქართულთან ვიყავ, მე კონსულტაციაზე კი სხვა ქვეყნის ფსიქიატრიც მეხმარებოდა, მაგრამ აი ძირითადად თვითონაც ვიყავ, იყო უკრაინელი ფსიქიატრი. მე უკვე აქაც ვიპოვე ქართველი ძალიან კარგი და აქ ვარ ახლა ქართველი ფსიქიატრი მეხმარება ხოლმე, მაგრამ როდესაც უკრაინელ ფსიქიატრთან ვიყავ, იქ მითხრა ეგეთი რამე, მაშინ არ იყო მიუღებლობაზე ლაპარაკი, რომ მენტალური პრობლემების დროს ნიშნავენ უგლუტენო დიეტას. იმიტომ რომ ანუ აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვისაც აუცილებელია უგლუტენო კვება. იმიტომ რომ ძალიან ეხმარება მენტალური პრობლემების დროს, როდესაც შენ გინდა მწყობში მოსვლა, დამშვიდება და წყნარება ძალიან კარგია უგლუტენო კვება. ძალიან კარგია და არ ვიცი თუ შეიძლება ასეთი არსებობდეს მაგალითად მშობელი, ვისაც ჩვენი აუტისტური სპექტრი ყავს, ან მაღალი გაღიზიანება, ან აღზნებადობა. უნდა არ ვიცი ვეტყვი, რომ სადან უგლუტენო კვება ბავშვებისთვის თუ არ იციან, ჯერ ასეთი გამოსვლება თუ არ ქონიათ, იმიტომ რომ მოკლედ ფსიქიატრები ამბობენ, რომ ეს ძალიან ეხმარება და იმ დროიდან ვცდილობდი დაწყებას, მაგრამ მაშინ ისეთი კვებითი აშლილობა მქონდა. ანუ ჩემი მენტალური პრობლემა იყო მიბმული კვებით აშლილობაზე. ვერ უშვებოდი, იმიტომ რომ მაშინ მოთხოვნილება მქონდა მძიმე ნახშირწყლებზე, მინდოდა ბევრი პური, მინდოდა ბევრი ცომი და აი ვერ ვარეგულირებდი და მე უკვე დავარეგულირა რა. მაგრამ საოცარ ფორმაში ხარ და აი როგორ აი ძალიან რთული არის აი იმ დროს, როცა გაქვს კვებითი აშლილობა, გაქვს ეს რაღაც მიბჯენილობა და
შენი ფიქრები მიდის ყოველთვის საჭმელზე, რომ ეხა რა ვჭამო, ეხა რით დავიბალანსო ეს სტრესი, აი როგორ გამოხვედი ამ ყველაფრიდან, ანუ რა დაგეხმარა და აი როგორ იყო პირველი ნაბიჯები, ეს მეინტერესებს. იცით რა არის, არასწორია და ახლა ვიქნები არა გულწრფელი, თუ ვინმეს ვეტყვი, რომ საიდან, ანუ გამოსვლა არ არის სწორი დეფინიცია ჩემი აზრით. ნახეთ როგორ არის თუ ჩავთვლით კრიზისულ ეტაპს, რომელიც 2017-19 წლები მქონდა ძალიან მძაფრი, ანუ ის 2 წელი იყო ურთულესი. თუ ჩავთვლით იმ პერიოდიდან რა თქმა უნდა გამოვედი. ანუ რა თქმა უნდა გამოვედი, სადაც იყო დეპერსონალიზაცია, სადაც იყო ძალიან ცუდი ფიქრები, რისი ტირაჟირებაც არ შეიძლება და კანონიც მიგზავნავს ამას, მაგრამ ალბათ ყველა მიხვდება ძალიან ცუდი ფიქრები, ისეთ ცუდი ფიქრები, რომ მე მაღალ სართულზე ვცხოვრობ და მიწევდა მაშინ მამი ჩემი თავი აგარაკზე ცხოვრობდა, სადაც პირველ სართულზე აქვს სახლი, იქ მიწევდა ყოფნა რა, იმდენად არ მინდოდა მაღალზე ყოფნა, ანუ ძალიან მძიმე ემოციური ფონი იყო. იქიდან რა თქმა უნდა გამოვედი, მაგრამ კომპლექსურად. ანუ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი ექიმი. თუ ექიმი მაგალითად ცდილობს რომ გააკეთოს კლება დოზის მედიკამენტის და თუ მაგალითად ანუ ჩემი აზრით თუ არ არის მძიმე დიაგნოზი და 6 თვეზე მეტი ხანი ჩერდება ფსიქიატრი მედიკამენტზე და კლებაში არ მიყავ პრობლემა. იმიტომ რომ ჩემი აზრით 3 თვე, 6 თვე ეს არის ჩემი პერსონალური მოსაზრება, არის საკმარისებით საკმარისი რომ შენ დაგალაგოს რაღაცასთან თანაცხოვრება გასწავლოს და 6 თვე ხო რა პერიოდია პირობითად რომ შენ პარალელურად ხელსაწყოები მოიმარაგო მაგალითად ძილი დაილაგო, ყვება მოიწეს რიგო, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიწყო, ეს პირდაპირ კავშირშია მენტალურ ჯანმრთელობასთან. მაგალითად ვარჯიში დაიწყო, ანუ ხელსაწყოებს ამას ვეძახი. და შესაბამისად, თუნდაც ცოდნა აიმაღლო, მე მაგალითად, როდესაც პირველად დამემართა პანიკური შეტევა, რომელმაც გაგიჟების სიმპტომები მომცა, აი შეგრძნებით მეგონა, რომ ეხა მე რას ვიზამ, ანუ მეგონა რომ ანუ თუმცა რომ იყვებიან, გარედან არაფერი არ მიყვებოდა. მაგრამ აი მახსოვს პირველად სალონში სადაც ეს დამემართა ეს ქაოსი ფიქრების რაღაცა რომ ვერ მართავ ამ პროცესს. ამას ცოდნა უნდა. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი, რასთან მქონდა საქმე. იმდენად რომ აი ხა რაცა უნდა გაუკვირდეთ ადამიანებს, საახლობით ალბათ 3 თვემდე სახლშიც კი ვმალავდი რომ ეს მჭირდა, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს იყო ისეთი რამ, რაც არ უნდა გამემხილა. იმიტომ რომ იყო საშიში თუ გავამხელდი და შესაბამისად შემთხვევით მაქვს მოყოლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ და 10 ჯერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მადლიერი ვარ ლიკა ევგენიძის, რომელიც სალონში შემთხვევით ყვებოდა ამბავს, ვიღაცას უყვებოდა ტელეფონით, რომ პანიკური შეტევა დაემართა და ჩავაბრინდი. მეთქი გეხვეწები, გაიმეორე რა სიმპტომები გჭირს და რომ ვუთხარი მეთქი, ანუ მე არ ვგიჟდები, ანუ ეგ შეიძლება სხვასაც ჭირს და შემდეგ სხვათა შორის გადავწყვიტე რომ როცა ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად, აი გადასხმებს ვიკეთებდი, გადაცემის წინ, წარმოგიდგენთ, სანამ გადაცემის ჩაწერაზე შევიდოდი, გადასხმებს ვიკეთებდი, სასწრაფო მოდიოდა, გადასხმებს ვიკეთებდი და ჩაწერაზე ძალიან დეპერსონალიზაცია მქონდა ქუჩაში გაჩარებები, აი ძალიან ცუდად ვიყავი. ყველაზე ცუდად რომ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ის ვიდეო, სადაც დეტალურად ყვევი ჩემს სიმპტომებს, რაც უდად ვარ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ მე ვიქნებოდი ათასობით ადამიანის ლიკა ვეგენიზე, ვისაც არ ეცოდინებოდა რა სჭირს და მე ვიქნებოდი მათი ძალიან კარგი კომპასი, რომ აი ვიღაცას ხელი მოკიდო, რომ აქედან გაგიყვანოს და მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში პატარ-პატარა სიკეთეები გაგვიკეთებია ყველას და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი რაც ამ ცხოვრებაში გავაკეთე, იყო ჩემი ეგ ვიდეო, იმიტომ რომ ემიგრანტები რომ წერდნენ, სტუდენტები სხვა ქვეყანაში მცხოვრები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ყველასთვის ვიშვილსაც სხვა ქვეყანაში უსწავლია. იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში შენი შვილი დაუცველია, უსაფრთხოდ არ არის, უსაფრთხო სივრცეები არ აქვს, ადამიანები არ ყავს, ვისაც ხელს მოკიდებს, იმიტომ რომ ჩვენ ხო კაუჭები გვჭირდება. და წარმოიდგინე ვიღაცა შვილი გიყურებს და გეუბნება, წერს და გეუბნება, რომ მე მყავს სტუდენტი, ზოგი აღარ არის უკვე სტუდენტი, დაამთავრა. მე მყავს მეგობრები, რომლებიც შევიძინე ამ ჩემი ვიდეოს შემდეგ, რომლებიც მწერდნენ, რომ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში რომ მივდივარ, ჩემებურად ინსტიტუტში, უნივერსიტეტში რომ მივდივარ, ვუსმენ შენ რასაც ლაპარაკობ და აი ამით მივდივარ და ეს იყო ჩემთვის, აი წარმოიდგინე, ჩემთვის ყველა მარიამი იყო, ვინც ამას მწერდა რა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი მხრიდან გაღებული რაღაც, აი ვფიქრობდი, რომ ყველაზე ძვირფასი გავიღეს ხოსიშვილებისთვის და ასევე როცა ვიღებდი შეტყობინებებს რომ წერდნენ, რომ ჩემ ქმარს ვანახეო, არასოდეს ეს მესიჯერ და მოვიწყება, რომ ვუთხარიო, რომ აი ახლა მიხვდებიო, რაც მჭირს, რომ ვერ გაგებინებდი, ახლა მიხვდებიო, რაც მჭირს და
შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც დეტალების ცოდნა. მე როცა უკვე სწავლობ, მე როცა უკვე რაღაციდან გამოდიხარ, შემდეგ უკვე ნელ-ნელა თავიდან სიარულს იწყებ, თავიდან ცხოვრებას იწყებ და ყდება არის ძალიან მშვენიერი. მე მაგალითად როგორ ხარ ფორმაში მითხარი, ჩემი ცხოვრების 80% არის სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი. აი მე მაგალითად 4 წელი საერთოდ სასმელი არ მქონდა მიღებული, წვეთი სასმელი არ მქონდა მიღებული, იმიტომ ზოგადად გონია რომ სასმელი ძალიან ცუდია, ბევრი რამის, არა მხოლოდ მენტალურ ჯანმრთელობას. ჩვენც ესე ვფიქრობთ. არა, მაგრამ ეხლა ნახე რა ვქენი და მე მაგ როგორ იცი, მქონდა რაღაცა დეითები. ყოველი წლის ამადამ რიცხვში ვსვავ. მაგალითად, ერთი დეითი, სადაც ვიცოდი რომ მჭირდებოდა ეს დღე დეითისთვის და იმ დღეს ჩემი თავის შესაძლოა უნდა მე გადავედი წელიწადში ერთხელ სმაზე. და ეხლა ბოლოს ჩემ თავს უფლება მივეცი, სრული ამოვარდნის და მაინტერესებდა რისთვის ვიყავი მზად. პირველად 2017 წლის შემდეგ წელს ზამთარში შვებულება მქონდა პირველად ზამთარში ერთი თვე. და მე ვუთხარი ჩემ თავს რომ მე შენ გჩუქნი ამ ერთ თვეს. სვი ჭამე. თუ გინდა გვიან დაიძინე, რაც არ გიკეთებია 2017 წლიდან დღემდე და ძალიან ბევრი წელია. ძალიან 10 წლამდე. ძალიან ბევრია ხო და როცა შენ აი თითქმის 10 წელი ცხოვრობ რაღაც აი ამ წესში, ჩემ თავს ვუთხარი რომ აი რაც გინდა, აი რაც გაგიხარდება აკეთე შენ, ამ ერთ თვეს გჩუქნი. 3 კილო მომიმატე, ჭამე ძალიან ბევრი ტკბილი. ერთ-ერთ მაშინ ვიყავი რესტორანში ერთ-ერთ სივრცეში, სადაც ტკბილეული იყიდება და როგორ იყო, არ ვიცოდი რა მინდოდა, ჯერ შევუკვეთე 2 ეკლერი, მერე შევუკვეთე 2 შუ, მერე 2 მედოკი, მერე 2 ის და ეს ქალი მეუბნება, რომ ანუ კუჭის ოპერაცია აშკარად არის. მაგრამ რა გჭირსო მითხრა, ანუ ძალიან კარგ ფორმაში ხარო და ჩემი თვალით ხედავ რამდენი მე ერთიანი შვებულება მაქვს მაცადე. ერთიანი შვებულება რა კარგია. ორგანიზმი შვებულებაშია გასული და შესაბამისად, ეხლა უკვე დაუბრუნდი ჩემს წესს და ისევ ძველ რეჟიმს, რომ აღარ ვსვამ ჩემ თავს მორჩა დალევა, სადღაც ალბათ არ ვიცი, ალბათ ერთი მინიმუმ 6 თვე წვეთს აღარ დავლევ თუ მეტი არა. და რა გიჭირდა ამ ერთი თვის მერე დაბრუნება ისევ რეჟიმში? არა, მომივიდა ენერგია. მართლა? ჩემი ტრენერი მეუბნება რომ რა გჭირსო, ძალიან გაუგნებია. ანუ ორგანიზმი იმდენად შევავსე, junk food-ი არის საჭირო. იმიტომ რომ შენმა ორგანიზმმა მიიღოს ინფორმაცია რომ ყავს fresh food-ზე. ანუ ეს რომ მიიღოს, ანუ 20 მუდამ 10 წელი ამაზე ნიშნავს იმას რომ ვეღარ იღებს რომ რაღაც სწორს იღებს, იმიტომ რომ მისთვის ხდება ჩვეულებრივი. ჭირდება ეს. ანუ ცივი წყალი გჭირდება, იმიტომ რომ ცხელი წყალი გჭირდება, ცხელი წყალი. აი ძალიან მარტივი ამბავი. შხამი გჭირდება. კიდევ აი რაღაც მარტივია და ჩემი ტრენერთან რომ მივედი, უთხარი რომ მე ერთი თვე არ ვივარჯიშებ, ეს იცი რას ნიშნავს, რომ ტრენერს თხარ ერთი თვე, ანუ წარმოუდგენელი ახალ წელს ვარჯიშობდი, ანუ ბედობა დღეს ეკლესიაში იმაში, რა ქვია, სპორტ დარბაზში ვიყავ. და შესაბამისად, მოკლედ, ბოლოს ეხლა რო ვიყავი და მეუბნება ძალიან გაუგნებული, მან არ იცის რომ მე ძალიან ბევრი ვსვი, ძალიან ბევრი ვჭამე და მეუბნება რომ რა გჭირს, ანუ რანაირი ენერგია გაქვს, ანუ ძალიან ბევრი ენერგია მივიღე. ხასიათი შემოცვალა. იცი რა, ფსიქიკური ენერგია დაგიგროვდა ამ დროს, იმიტომ რომ აღარ ჭიდავებოდი არაფერს და ეს ეხლა ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მომენატრა და ეხლა აი ამას რომ და ეს მომწონს, ეხლა აი როგორც თავში მომწონდა, აი ამის ჭკვება და აი დადება და მე საკვებ დანამატებსაც ვსვამ ძალიან და ეს ჩემი რუტინა დილით რომ გავიღუძებ წყალი როგორ უნდა დავლიო, მე ეს როგორ უნდა ვსვა, მე საკვებ დანამატი, მე ლიმნიანი წყალი, ანუ ეს რუტინა მე ძალიან მიყვარს, ეს მომწონს, ეს სიამოვნებას მაინტერესს და მე უკვე როგორ იყო, იცი აი უკვე ერთი და იგივე იყო რა და ზუსტად და ეხლა ისევ მოწესრიგებულად ვიღუძებ, მოწესრიგებულად ვსვამ და მოწესრიგებულად ვჭამ. და რაც საათობრივი კვება გაქვს თუ არა? არა. ძირითადად მაინც ვთქვი რომ კალორიები დავთვალო, ჩემთვის კალორიაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაქვს სპეციალური აპი რომელიც ჩამოვიწერე და არის მილიონი და განსაკუთრებით ახლა დღეს ყველასთვის ხოლმე სასწრაფია, ვის რა გაუმარტივდება კალორიებს, ვითვლი კალორიებს. გახსოვს შენ თა რო ვჭამდი, შენ საკვებს რო ვჭამდი. ხო, ბალანსზე რო ვჭამ, მაშინაც კალორიებს ვითვლიდი. და ძალიან კაი იყო. აუ რა მაგარი დესერტი იყო ის. ანუ რომელი დესერტი იყო გამახსენე საოცარ, იმიტომ რომ მე უგლუტენოს გიკეთებ სპეციალურად. ხო, უგლუტენოს მიკეთებ და იმიტომ რომ მე კვებას რომ მორჩი რომ გეხვეწები ეს დესერტი გამომიგზავნეთ. და დესერტი ხა მაინც გვაკლია და ეს. და შესაბამისად, ანუ სულ კალორიებს ვცდილობ და პლუს ეხა ნახე როგორ მაქვს, შეიძლება კალორია ვერ დავთვალო, მაგრამ აი მაგალითად ხო რომ ამ კვირას არანაირ ნახშირწყალს ავჭამ და მოდი ეს კვირა ეს იყოს. მეორე კვირას ვამბობ რომ მოდი ნახშირწყალს შევჭამ, მაგრამ კალორიაში მოვაქცევ და რაღაცა ესე ვარ. და წონას სულ ინარჩუნებ იგივე ნიშნულზე. 3 კილო ეხა წარმოვიდგინე ის რაც მოგიყევი ახლა. შეიძლება დაკლებულიც მაქვს, არ ამიწონედი დღეს. და ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის სასწრაფი. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის საქმე.
იმიტომ რომ აი მაგალითად ვარჯიშის დროს კუნთი მომემატა, კუნთი რომ მომემატა, წონაც მომემატა და იმ 2 კილოს ნერვებს ვერ მოვაშლევინებ, იმიტომ რომ სარკეში ჩემ თავი მომწონს. ამიტომ შეიძლება ისე გავიდეს 6 თვე, 7 თვე, რომ ეს სასწორზე არ დავდგე. კარგია, რა კარგი დამოკიდებულება გაქვს შენ თავთან და იცი რატო? გეტყვი. პანიკური შეტევები მეწყებოდა. აი მაგალითად ნახე, ადრე მივხვდი რომ რაღაცა კონკრეტული ერთი და იგივე ქცევა, ჩვევა გვიან აღმოაჩინე რომ მართავდა პანიკურ შეტევას. აი მაგალითად რა, თუ ვერ ვიძინებდი, მე მქონდა ძალიან რთული იმსომნია, უძილობა. მაგალითად ძილის წინ ვითვლიდი საათს, ახლა მე რომ რამდენი საათი დავიძინებ, 6 საათი, თუ ვიცოდი ძილის წინ. აი 6 საათი დავიძინებ, ხო? და თუ ვერ ვიცი და მოიცადე ერთ წამით 1 საათი ვეღარ დავიძინე 5 საათი ხო ისტერიკაში შევდიო მჭირს ხოლმე იცინანკა ანუ ზუსტად ეგ მჭირს ხოლმე მე მაქვს ჯადოქარი ასკეზა ეს დავიჯერე რომ ასკეზა ძალიან კარგად მუშაობს ჩემს ცხოვრებაში დაემთხვა რომ 2 საოცარი რამე ამიხდა და ესე მჯერა ამის და ყველა შევნები რომ ნუ მეუნებით რა სისულენით რომ მე მჭირდება ეგ დაჯერება საკუთარ ფეცნობიერთან კონტაქტი და საკუთარ ფეცნობიერს შეულა ყველა სურვილი აგისროლოს ზუსტად კითხვა არის რომ რაღაცა დაჯერება რომ იმდენად ამისი გჯერა რომ მე რა სამყაროს აიძულებ რო გაქიჩეთ შენი ფიქრით ხო ზუსტად აბსოლუტურად მასია და ასკეზა დავდებ მაგალითად რომ ნანუკა შენ აღარ იფიქრებ და დაითვლი ცხვრებს მაგალითად ან რაღაცა სხვას და მოკლედ აი რაღაცა ჩვევებს გადავეჩვევ და ჩემი ანუ თითქოს პანიკურ შეტევებს მიზეზები გამოვაცალე რომ შფოთვას პანიკურ შეტევას ცოტა უფრო გადაჭერვენ და აი შფოთვას მიზეზი გამო ერთ-ერთი იყო სასწორო ძალიან გვიან აღმოაჩინე რომ როდესაც გავიწყოდი დღესაც რომ მოდი ავიწონებდი და პანის შეჭფოთვა მეწყებოდა და ვახ ვიფიქრე რომ აღარ ავიწონები საერთოდ და გავდგი ყველა სასწორი სახლიდან აბსოლუტურად არც ერთ სასწორი არ მოგდა გავაკეთე ხო იმიტომ რომ მივხვდი რომ შფოთვას მართავდა და ანუ რა სიგიჟე იყო და შესაბამისად მოკლედ ეგ ჩვევაც გადავაგდეთ და ეხლა უკვე როგორ ვარ იცი აი დამაინტერესა მომატებული ვიყავი თუ არა და მარტო მოგიტოვიწერ 3 კილო და ჯოია რა კარგია მანისარა თეთრიშურით მშურს ესეთი კარგი დამოკიდებულება რო გაქვს და ესეც ყლარად მშვიდად რო ხარ ისე არ იყოს სულ ხო აი ეგ არის ანუ ხან რომ მიხვედი რამდენი ადამიანი ვერ მიდის და რამდენი ადამიანი წვალობს და ყოველდღე პირველი დღე აქვს და ვერ მიდის მეორე დღემდე სინამდვილეში ამ ყველაფერში დამეხმარა ის რომ პარალელურად ფსიქოთერაპია პარალელურად საკუთარ თავზე მუშაობა პარალელურად ძალიან ბევრ პროგრამაში ვიყავი აი ლეოს ინსტიტუტით დაწყებული აი ყველა აი ძალიან ბევრ პროგრამაში რომელმაც საკუთარი აი რაღაცა საკუთარი თავის ძიება ეს inside myself აი ამის პოვნა მოკლედ იდეაში რო იცოდეთ რა წონაშიც არ უნდა იყო რა მდგომარეობაში არ უნდა იყო საკუთარი თავის სიყვარულს და მიმღებლობას რო იწყებ აქედან იწყება დალაგება რა ზუსტად კი საკუთარი თავის მიმღებლობას ყველანაირ ფორმაში ვერც ის 3 კილო მომატებულზე ვერ ხედავ იმიტომ რომ confidence-ი საკუთარ თავში სხვა რაღაცებში ვიპოვე და წონაზე არ გადის რა მე როგორ გამოვიყურები დღეს არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ ჩემი თავდაჯერება სხვა რაღაცებზე გადის რო იცოდე მე ვამბობ ხოლმე მაგას ნანუკა შეხო გახსოვს მე როგორი ვიყავი ძალიან თხელი ხო და ძალიან წერწეტა და მოვილი და მაშინ აბსოლუტურად არ ვიყავი ჩემ თავში დარწმუნებული საერთოდ აი ძალიან არ მომწონდა ჩემი თავი მაშინ და ეხლა გაცილებით უფრო ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი რომ მომწონს უფრო მას მიმღებლობა და აი ეგ არის ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი ხო აქედან იწყება რა ეს ფოთოები ზუსტად ეხლა რასაც ყვებოდი ყველაფერი გავლილი მაქვს და ვგზნობ რომ აი როგორი ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ეგ მომენტი უბრალოდ ჩვენ ამას არ რაღაც შორიდან რო გვიყურება ნაი ფიქრობა რომ ნეტა შენ ცხოვრებას რაღაცა შეგნატრია ხო და ამ დროს რა სირთულეებს გადიხარ ამ ცხოვრებაში ყოველდღიურად იმიტომ რომ მე მაგალითად მაქვს ADHD რომელიც აი ყოველ დილას გეგონება დიდი ლოდი გადებს და ეს ლოდი უნდა გადააგორო რომ უბრალოდ ადგე და ამას ვერავინ ვერ გაიგებს და გიყურებ რომ ყველაფერს ასწრებ ყველაფერში შეგრა რის რა ხელა ფსიქიკურ ენერგიას ხარჯავ აი ამ ყველაფერში გარავინ არ იცის როცა ეს არ აქვს აი თავდაჯერების მოსვლასთან დაკავშირებით ერთი ხარ თავდაჯერა მე ზოგადად გონია რომ ყველაზე სექსუალური ქალი არის თავდაჯერებული ქალი გონია რომ ყველაზე ლამაზი ქალი არის ბედნიერი ქალი და შესაბამისად ანუ ჩემთვის სილამაზეც და სექსუალურობაც გადის აბსოლუტურად სხვა ენერგიაზე რომელსაც ჩვენ ვასხივებთ და არა იმაზე რამდენი კილო ვართ რა ნამდვილად მასე ზუსტად და მე ის მახსოვს რომ აი რამდენი წლის წინ იყო რომ 2012-ში ხო რომ აი ზუსტად საუბრობთ გახსოვს აბა ეს კვების სისტემა და საერთოდ როგორი შეცვლილები ვართ ორივე ძალიან და თან ვიცი რომ ფსიქოლოგიით ხარ გატაცებული მეც იცი რომ აი ძალიან მაინტერესებს და ვაპირებ მაგ მიმართულებით ჩემი კარიერის გაგრძელებას ძალიან მაგარია ხომ ჩავაბარე ინსტიტუტში გეშტალტის ინსტიტუტში და ახლა ვაბარებ მაგისტრატურაზე ფსიქოლოგიაზე კი სწავლობ გეშტალტს
და პლუს ვაბარე ფსიქოლოგიურზე, უნარებზე ვემზადები, უნარებში ვემზადები და მათემატიკის მასწავლებელი დადასახშად ძალიან საყვარელია. ჩემი მასწავლებელი არის საბას მასწავლებელი. ჩემი შვილის და საბა შემოვიდა და აღმოაჩინა რომ ეკატერინე მამეცადინებს და შოკში ჩავარდა. დედა შენ ეკატერინესთან დადიხარ და ანუ ისე აუმაღდა საკუთარი თავი თვითონ და მე მივხვდი რომ თავდაჯერება მოტომა და უცხო და იცის რაბა. მე ძალიან ბევრი მიკლია შენამდე, იმიტომ რომ შენ სადაც ხარ მე ჯერ არ ვარ, მე მე-6 კლასთან დავიწყე. მართლა. და შავსაბა იყო ძალიან ბედნიერი რომ მე მე-6 წილადებიდან დავიწყე და საბა ჯერ სად არის და მათემატიკაც უნდა ჩააბარო ფსიქოლოგიურზე. იმაზე მაგისტრატურაზე უნარებზე საჭიროა და შესაბამისად, როდესაც ამ პროფესიაში თავს ამოვწურავ და მგონია რომ აქეთ მივდივარ, ჩემ მეორე პროფესია სადაც გავაგრძელებ, ეგ არის ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპიის კაბინეტს გავხსნი და შენ ხარავს დავეხმარები. მე ხა ძალიან დიდი ხანია გიწევდა ვხედავ რომ როგორ გაბედნიერებს სხვა ადამიანებს რო ეხმარები. ძალიან ხასიათი არის ძალიან დამახასიათებელი. შენთვის რო იყო და ძალიან ბედნიერია, ძალიან კარგად ვერ გაჩერდები, იმიტომ რომ შენ გინდა რომ რაღაცა ეს ხო, მამოძრავებელი ძალა ეგ არის. ნამდვილად და იცი რა მინდა, აი ის მომენტი მინდა გავიხსენო შენ ერთხელ საუბარში ახსენე რომ აი ყველაზე კრიზისულ პერიოდში, როდესაც რაღაცა ხდებოდა შენ ცხოვრებაში, იგივე პირად ცხოვრებაში, ხო აი ურთულესი პერიოდები რო იყო და ძალიან ბევრი ადამიანი ამ სტრესის გამო რომ საერთოდ უნაროა და განიცდის და იკეტება საკუთარ თავში და აი შენ პირიქით, შენ თავში ყველანაირ ძალას პოულობდი რომ შენ ყოფილიყავი აი ფენიქსივით უფრო ლამაზი, უფრო ლაღი, უფრო ბედნიერი და აი ამას როგორ ახერხებდი, ეგ მაინტერესებს. იცი რა არის, ჩემ ბავშვობის თავარ ტრამვა, რომელზეც დეტალებში შესაძლოა შევალ, მაგრამ არის ის, რომ ბავშვობიდან უნდა მემტკიცებინა რა, უნდა მემტკიცებინა, რომ მე ამირჩიე, მე უნდა გიყვარდე. ანუ ჩემი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამუშავე იდეაში მგონია, მაგრამ რამაც სინამდვილეში ასეთად შემქმნა არის ეგ. რომ სულ სამტკიცებელი მქონდა რა, სახში სამტკიცებელი მქონდა, ამ დეტალებში არ შევალ, ხა იქ სამტკიცებელი მქონდა და ეს უნარი, რომელმაც ბავშვობაში ნაპოვნი გადარჩენის უნარმა, გამომუშავებულმა უფრო ცხოვრებაში ძალიან ბევრი ბენეფიტი მომიტანა რა. ანუ რაღაცა ყველასთვის უნდა მემტკიცებინა, რომ მე კარგი ვარ, მე არ ვიმსახურებდი მიტოვებას, მე არ ვიმსახურებდი რეჯექტს, მე არ ვიმსახურებდი რაღაცას და ანუ ყოველ ჯერზე იმ ჩემმა ბავშვობის ტრამვამ, რაც მათ შემდეგ შინია ყველაზე მეტად ის გემართება, აი გამომუშავა, აი ყოველთვის უფრო ძლიერ გამოდიოდი კრიზისებიდან, იმიტომ რომ ვუმტკიცებდი, რომ შენ ესე, მაშინ ახლა მაშინ დაგიმტკიცებ, რომ შენ შეცდომა დაუშვი და ეს დამტკიცება ძალიან ზრდიდა რა, ძალიან ზრდიდა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ თავარი ამბავი სინამდვილეში არის ის, რომ აი ყველა ამ კრიზისიდან ჩემი გამარჯვება მე მგონია რომ გამარჯვება არის ის რომ ამ კრიზისიდან ყოველ ჯერზე ორი ფეხით გამოვდიოდი რა ჯერ არ გამოსულა ცალი ფეხით იქიდან რა და იცი რა ძალიან გზრდის მართლა ეს აი მე ვხედავ ჩვენ არ გვზრდის კომფორტი ზონები ჩვენ არ გვზრდის კარგად ყოფნა ჩვენ არ გვზრდის ლოგინში წოლა ჩვენ არ გვზრდის მუდმივი დასვენება ჩვენ გვზრდის პრობლემები გამოწვევები იმიტომ რომ და კომფორტი ზონიდან გასვლა პირველი როდესაც კომფორტი ზონიდან გასვლას იწყებ ეგ არის ყველაზე მთავარი ეტაპი საიდანაც იწყება შენი გაზრდა რა ძალიან კარგი ფსიქოლოგი იქნება. კი, მართლა, ვიცი ზუსტად. რა ძალიან კარგი ენერგეტიკა გაქვს და მოტივაცია სიძლევი ძალიან კარგია. შენი მაგალითად. ნანუკა, იცი რა უნდა კითხო. აი, მქონდა, მე ვამბობ, რომ იდეალურ ფორმაში, როდესაც ვიყავ და იმიტომ ვიყავი ზუსტად იდეალურ ფორმაში, რომ ჩემი თავი არ მომწონდა და სულ ვცდილობდი, რომ უფრო კარგი ყოფილიყავი. აი, მქონდა ეს მომენტი, რომ მიღებლობა მქონდა რაღაცის, ჩემი სხეულის შეიცვლია რაღაცა. სრულად პირად ურთიერთობა. მე უფრო მეტიც შემდეგ უკვე როდესაც ფსიქოთერაპიაზე სიარული დავიწყე, იქ აღმოვაჩინე რომ სხეულის მიუღებლობა მქონდა. იქ აღმოვაჩინე რომ ანუ არასოდეს ანუ ეს ჩემი ერთ-ერთი როლი რომელშიც ჩავდივარ რომ მე ძლიერი ვარ. ეს ხო ჩემი თავდაცვა, რაღაცისგან თავდაცვა, ხო სინამდვილეში. ჩემი წონა აღმოჩნდა თავდაცვა. ხო, ესმის. იმიტომ რომ აი ეს იყო ზუსტად ის რის გამოც მე ძლიერი მეგონა შემითავები, იმიტომ რომ რაღაცებს ვერ ვამბობდი, ვერ ვბედავდი. ძალიან მნიშვნელოვანია და სინამდვილეში ეს ჩემი ერთ-ერთი როლი რომ მე ვარ, ანუ ჩვენ ხო რაღაცა ძალიან ბევრ როლში ვართ ყოველ დღის განმავლობაში, დედის როლში, მეზობლის როლში, კარგი გოგოს როლში, კარგი ცოლის როლში. ხანდახან და ეს როლები რაღაცა ისე გვაქვს ეს ნიღბები რომ ვერც კი ხვდებით სად ვართ როლში და სად ნამდვილები და შესაბამისად აი ჩემი ის ნამდვილი რომ დავიჭირე, მან აღმოვაჩინე რომ თურმე რომ გონია რომ ეს რომ ვიგონე რომ მე ძლიერი ვარ და მე არ მჭირდება რაღაც არა აღმოვაჩინე რომ მე მინდა სხვანაირი სხეული. ანუ სინამდვილეში ჩემს სურვილი არის ეს რომ ვისაც ადრე აი მაგალითად სიტყვაზე რომ იციან დღეს კრიტიკის სახით რომ იციან რომ მე არ ვიკეთებ ტუჩს და ფილერს და მე არ ვიკეთებ თუ რაღაცა აი ხო იციან დღეს თქმა
ნუ მეუბნები მაგტონით რომ არ იკეთებ, იმიტომ რომ პატივს გცემ, ოკეი, თუ შენ ბუნებრიობა მოგწონს, მაგრამ ეგ არ არის არა სტანდარტი არის, რომ ჩვენ თავს გავუკეთოს ის, რაც ჩვენ მოგწონს. სტანდარტი არ არის არც გაკეთება ფილერის და არც არ გაკეთება. სტანდარტი არის, რომ ჩვენი თავები შევქმნათ ისეთებად, როგორი ჩვენ მოგწონს და ამიტომ აი გიждები, როდესაც ძალიან მაგარი rilsi ვნახე, რომ ჯულია რობერტსო ნაოჭებისთვისო აკრიტიკებენ, მერილ სტრიპს ნაოჭებისთვის, იქ ვიღაცასო, იმიტომ რომ ბევრის გაიკეთა იქ იმასო და აუცილებლად ყოველთვის ვიღაცას რაღაცისთვის აკრიტიკებენ და მე არ მომწონს ბევრი ნაოჭი სახეზე. მე მგონია რომ 21 საუკუნეში მოულელი ქალი არ უნდა იყოს. და ჩემთვის ოდესაც აი ძალიან ბევრი ნაოჭით არის ქალი. აი ეს ყველას უხდება. მიხვდით რას გესმით? და მე გადაჭემული სახე არ მომწონს, მაგრამ აი ამ ბოლო დროს ბოლო არის ხომ, რომ აი ტუჩზე აქ ჩემზე ძალიან ის, რომ მე მომწონს ეს ფორმა და მე პატივს ვცემ ყველა ქალს, რომელსაც მოწონს ნაოჭი. და შესაბამისად აი რაღაცნაირი სტანდარტი შექმნა, რომ როდესაც აი გამოდიან და ამბობენ, რომ აი მე თან რაღაცნაირი ცოტა ტონით ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ აი ცოტა მაღალზე გიყურებს და გეუბნება, რომ უი მე რას ამბობ, არასოდეს, უი რას ამბობ, არ გავიკეთებ. არ არის სწორი. ჩემი აზრით ყველა ქალის უნდა გამოიყურებოდეს როგორც მას სურს. უნდა ვიღაცას რომ რაღაცა ძალიან გადაჭიმული იყოს, აუცილებლად უნდა გადაიჭიმოს თავის. უნდა ვიღაცას რომ ძალიან ბევრი ნაოჭი გქონდეს ბევრი ნაოჭი. ანუ ჩვენი მოკეთ ჩვენი სტანდარტები მაინც უნდა შედგებოდეს, არა იმაზე რაც ყანახობენ ჩვენი პარტნიორი მამაკაცები, არა იმაზე რაც ყანახობენ საზოგადოება, არამედ მე რო სარკეში ვიხადები რომ მომწონს ჩემი თავი. ნანუკა შენ თავი მოგწონს დღეს სარკეში რო იყიდები. იცი რა არის, ხან კი ხან არა, დღეების მიხედვით, მაგრამ ჩემი თავი მომწონს ყოველთვის იმის და მიხედვით, რას ვასხივებ შიგნით. თუ შიგნიდან ის რაღაცნაირი ნაპერწკალი მაქვს, მაშინ აი ძალიან მომწონს რა. და გაქვს ეს ნაპერწკალი. ხო, მაქვს. კი, ნამდვილად. მეც მაგალითად ეხლა დადგა ზუსტად ის მომენტი, როდესაც მქონდა პერიოდი, რომ ძალიან ბრაზდებოდი, რომ მეუბნეოდნენ, რომ რატო ხარ ესე და რამე გააკეთე და შეცვალე და პირიქით პროტესტის გნობა მიჩნდებოდა, რომ აი მე ესეთი მინდა რომ ვიყო და ვისი რა საქმეა, როგორი ვიქნები, ხო, მე ვარ ბედნიერი ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტრესი მომიხსნა ამ მდგომარეობამ, ხო, ეს ჩემთვის იყო გადარჩენა. და როდესაც ეხლა უკვე ხვდები, რომ რაღაც მომენტში აი ზუსტად ის მინდა, რომ აი სხეული დამეწიოს, ხო, რაღაცებში მინდა რომ მქონდეს რაღაცა ისეთი მოქნილი, იმიტომ რომ ძალიან მოქნილი ვიყავი, მინდა რომ მქონდეს ცოტა კუნთი რაღაცა, მაქვს ამის სურვილი და აუცილებლად მივალ იქამდე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რაც მოგინდება, იმას უნდა გაყვე და არ უნდა დააძალო, არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს თვითონ მოგინდება, თვითონ მიყვას იქამდე, ხო? აი ამ მომენტში შენ აი ვთქვათ როგორ დაიწყებ, ვარჯიშით დაიწყე მას, აი რაღაც ეს მაინტერესებს, რა სხეულიზე. და რას ვარჯიშობ, ესეც გვაინტერესებს. მე მაგალითად რა სურათებით მაქვს, ნახე, დიალურად ხარ იგივე არ ვარ იდეალურად. ჩემ თვალში გოგოებად ცელულიტი მაქვს. ხო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაც ჩანს, აი რაღაც მაქვს ცელულიტი, რომელსაც ვებრძვი რომ იცადეთ, ამიტომ არ გეკონოთ რომ რამე ისე. აი როგორ მიხვედი, აი ამ სხეულამდე ეს მაინტერესებს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია პირველი იწყებ ვერა ეგ ეტაპი ყველასა. მე იწყებ თავსანებებ, აღარ ბრუნდები, უბრუნდები, ეგ ეტაპიც ყველასა. ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან ნორმალური. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი შენი გარემოცვა. სახლში რა წესი აქვს რა, ანუ მაგალითად სიტყვაზე მე ვარ დარწმუნებული რომ მარიამზე მე ვახდენდი ძალიან დიდ გავლენას. იმიტომ რომ ხედავდა რომ მე იმას სახლში 4-იანის ზემოთ ძალიან ვცდილობდი რაღაცა სულ მეხუმრება, რომ დედა ჩემიო მარიამი ხუმრობს, რა დედა ჩემიო წავაო იმას იზამს და მე ვიღვიძებო. ანუ სულ და აი მარიამა რომ მაგალითად დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესი, მარიამა რომ დაიწყო ვარჯიში, მარიამა რომ დაიწყო ცხოვრება, მე ვფიქრობ რომ მე მასზე გავლენა მოვახდინე. იმიტომ პირადი მაგალითად ყველაზე დიდი რა. თუ მაგალითად შენს ირგვლივ პარტნიორი არის შესაბამისი ცხოვრების წესის. ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო სტიმული. იმიტომ რომ ძალიან ძნელია, როდესაც მაგალითად ის არის, ანუ მაგალითად შენს გვერდით ყოფი ადამიანი ცხოვრობს სხვა წესით და შენ მაგალითად აი ხო, არ არის და შეუსაბამო. ან მაგალითად სიტყვაზე, როდესაც ბიჭი არ ეწევა და გოგო ეწევა. ან გოგო არ ეწევა და ბიჭი ეწევა. აი რაღაცა ხო ხტები. აი როდესაც აი ძალიან ისეთი დეტალია, მაგრამ აი ხო, საძინებელში შეაქვს სიგარეტის სუნი, ანუ ეგ ხო ისეთი რამე რო არ გაგდის. როცა არამწეველისთვის არ გაგდის, მე შემიძლია ძალიან შორტ დისტანციაზე ვიგრძნო სიგარეტის. შესაბამისად, მანც რო პოულო ბალანს რო ვიღაცას, ანუ იყოს სწორი ბალანსი, მეჩინგი იყოს რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე იმ ხალხთან მეგობრობ, ხო იმ ხალხთან აკარებ დროს. და გარემოცვა წრეები შენი მაგალითად და მე მაგალითად რო ნახოთ, ხო არის რას ათვალიერებს შენ. და მე რო rilsi გიგებს მარტ შენს ალგორითმი. ჩემს ინსტაგრამზე არის მხოლოდ
ლამაზი გოგოები. მართლა. მარტო ვინ რა სვავს, ვინ რა ჭამს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა. ძალიან და ამიტომ სხვა და ვგიჟდები, აი ვიღაცებს რო შევხვდები ქუჩაში და ვენებ შეხარ ძალიან ლამაზი. ვგიჟდები, როდესაც სხვა ხალი არის ჩემ მამოტივირება. და ისევე როგორც ვგიჟდები სპორტდარბაზში რო დავდივარ ხამე გოგოები მეუნებიან, რომ ძალიან მაგარ ფორმაში ხარ და ვენებ რომ აი ძალიან ჯიგარი ხარ რომ მითხარი. და რომ გოგო რომ მეუნება რომ კარგ ფორმაში ვარ, მჯერა. რას ვარჯიშობ ეგეც გითხარი? ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი ვარჯიშობ წონებს. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ წონას არ ვარჯიშობ, მე ვერ ვგრძნობ რომ ვარჯიშობ. სამშაბათი, ხუთშაბათი ვარჯიშობ პილატეს. კი არა და გაწელვებს. გაწელვებს. ანუ შენც არ გიყვარს აერობული ვერ. ხო, მეც არ იმიტომ რომ მე თიაქარი მაქვს ხერხემალზე და ვერ ვშვები. მე სადღაც ფიქსაცია. ზოგადად იცი რა სტრესავს და კორტიზოლს მიწევს ძალიან. ანუ ზუსტად იმას ვაკეთებ, მე ცურვა მიყვარს ძალიან და ძალიან მაგარია, მე არ ვიცი ცურვა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ უნდა ვიცოდეთ რომ სპორტ დარბაზი ისევე როგორც სწორი კვება როცა ხშია კორტიზოლს წევს, მაგრამ ეს არის სტრესის ჰორმონი. მაგრამ შემდეგ სტრესის ჰორმონი გიკავებს ყველა ცხიმს და არ გაძლევს და ანუ ვერ იკლებ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ ეგეთ რამე რომ ჩემ ტრენერს უეუბნები რომ ძალიან ნელა ვარჯიშობ. თუ არ მსიამოვნებს ვეუბნები რომ აი ხა მსიამოვნებს და სტრესავს და მოკლედ აი ზოგმა ტრენერმა იცის რომ მიდი აბა ჩაჯეგი რა მგონია რომ გაგაჭრავს აი მეთქი აი რა აი რაც უფრო გონიათ რომ რაც უფრო მეტად თან ისეთი შეცახილებით არიან რომ აი სიგიჟია და მე პირიქით ვარ რომ აი პირიქით ნელა ნაზად რაც ინამდვილეში არ ვარ საერთოდ შვიდად წყნარად და თუ მაგალითად რამე არ მესიამოვნებ და ვაწყობ რომ სტრესავს აი მაგალითად ან რას ვაკვირდები თუ სპორტ დარბაზიდან გამოდივარ და გიჟივით მშიან ტკბილი მჭირდება ესე ვხედავ რომ ჩემი თავი დავსტრესე ჩემი თავი და ნანუკა დაცტრესე ესე კი შენ და მეორე მისვლაზე უფრო ვანელებ ბევრ წყალს ვამ ვარჯიშის რა სულ აპაუზებს უწყალს ვამ და მე გაწელებს და გაწელებზე ახლა ფიზიკურად ვერ დაისტრესებ საკუთარ თავს თუ ელაპარაკები ან იცი როგორ გაგებით აი მე მაგალითად ვისწავლე რომ რაღაცა რომ მინდა საკუთარ თავს თხოვო და გავაკეთებინო ეს აზრით არ გამომდის ხმამაღლა უნდა ვუთხრა დავუხატო და აი ესე უფრო კარგად ესმის მე არა მე ვარ კარგი манипуляტორი სხვათა შორის და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არსებობენ ჩემს ცხოვრებაში ყავს ესეთი მნიშვნელოვანი ადამიანები და შესაბამისად ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ იმ ადამიანებისგან მივიღო შეფასება და манипуляციებს ვთავ რომ იმ ადამიანებს ვათქმევინო შევაფასებინო ის კონკრეტული რამ და ეს თავდაჯერებას მაძლევს ამ კონკრეტულ ადამიანებს შეფასება. ისე გეთანხმები ჩვენ ტვინთან ურთიერთობა, ანუ ხო, გადაწყვეტილების მიმღები ჩვენ თავში ხო არის რამოდენიმე, ანუ ფაქტორი ხო და манипуляცია გიწევს, რომ ის შედეგი მიიღო, რაც ჩვენთვის უკეთესია რა. პრაქტიკულად ამის გარეშე უბრალოდ ვერ მართავ საკუთარ თავს. კი, და ვინც ფსიქოთერაპევტი რომელიც გონება რომ აი манипуляცია რატომღაც ამ ბოლო დროს მარტო ნეგატიურ ასპექტშია. და წარმოიდგინე აუცილებლად გონიათ რომ აი თუნდაც რაღაცა ტოქსიკურ ურთიერთობას манипуляტორი ადამიანები ქმნიან და არა манипуляცია არის ძალიან манипуляცია ჩემთვის ხშირ შემთხვევაში დიპლომატიაა რა როცა ადამიანისგან ხისტად არ გინდა ის მიიღო და ლამაზი ჩართულობით რაღაც გეტყვი ერთ რამეს მე მყავს ხვლიკები სახში პატარა ხო და რატომ მყავს იცი იმიტომ რომ ჩვენ ხო ნანუკა კი ნამდვილი ხვლიკები რეპტილოიდური ტვინი ხო გვაქვს და ჩვენი რეპტილოიდური ტვინი არის ხვლიკი ჩვეულებრივი რა და ძალიან კარგად ვაკვირდები ისინი როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს რა და ნუ აი ძალიან კარგად ხვდები მე აი ეს манипуляციაზე რო თქვი რომ სხვანაირად არ გამოდის თუ ხვლიკს არ აქვს კომფორტი ეს ნიშნავს საჭმელი და სითბო ის ნახე სითბო თუ არ აქვს ხვლიკს ის უბრალოდ არ შეჭამს საჭმელს იმიტომ იცის რომ ვერ მოინელებს რა ესეა ჩვენი ტვინის თუ იმას არ აქვს სიმშვიდე სტრესის გარეშე სიტუაცია ის არ მოდუნდება და არ მოგცემს საშუალებას რომ იყო ბედნიერი მიხვდი და ეს შფოთვა არის ზუსტად მანდედან და ჩემი აზრით თუ ადამიანს არ აქვს სიყვარული ბავშვობიდან დედიდან მამიდან ძმიდან მეგობრებიდან ანუ ძალიან რთულია მან შექმნას რამე ლამაზი სამყაროში კი ძალიან რთულია და ეს ტკივილი თუ ცხოვრობს კიდე და მოკლედ ბავშვი აი ძალიან განაპირობებს კი ძალიან და ჩვენ inner child-ის ადარი კი inner child ჩავიხუტოთ და რა ვიცი ნუც შენ რას ფიქრობ მე ვფიქრობ რომ ნანკა არ ვიცი მართლა ბრავო ყველანაირად როგორც პერსონას გათქმევინე ბრავო კი მართლა იმიტომ რომ ძალიან დიდი мотиваცია მომეცი ამ ნახევარსაათში სიმართლე რო გითხრა და მეც მინდა გადავწყვიტე რომ დავიწყო გლუტენო კვება და შევხედო ჩემ თავს როგორ იმოქმედებს 21 დღის მერე 21 დღის მერე აი ძალიან დიდი мотиваცია მომეცი ახლა მგონია რომ რაღაცნაირად იმედი მომეცა რომ ამ ყველაფრიდან არის გამოსავალი იმიტომ რომ მეც ახლა 10 კილო მაქვს მომატებული წარმოიდგინე სტრესის ფონზე და ფსიქოლოგიური ფონის
გამომდინარე რა. ნუ სამ ჩაიგდო თავი იმ მდგომარეობამდე, რომ აბსოლუტურად გადაიწვა და კი, თან ბევრს მუშაობ დილის 4-დან ღამის 8 საათამდე და აი თითქმის არ მეწე. კი, ზუსტად. ბოლოს იცი როგორ აი არაფერი აი უბრალოდ ესე იყურებოდა ცარიელ სივრცეში და ვეღარაფერს ვერ აკეთებდა. ანუ არ სიგიჟო და წამლები დამჭირდა და მე მოკლედ 10 კილო მოვიმატე. ეხლა და აი ვერაფრით ვერ ვიკნებ, აი ძალიან მიჭირს რა. იმიტომ რომ ნუ ეხლა და ძალიან გამიჭირდა და მეთქი ეხლა გლუტენს დავიწყებ და აი დავალაგებ რაღაცებს აკეთებ. და ისედაც ნუ ყველაფრისთვის კარგი იქნება აი შენ გუტნაწლავის ტრაქტისთვისაც ძალიან ხო. კი არა. კაცინჯო? აუცილებლად. ისეთ საინტერესო იყო რა, აქამდე ვერც გლუტენოა ხო? ხო, გლუტენო. აი ეს პურები, ნანუკა თუ მოხსოვს მე, აი პურებიც არის უგლუტენო, 1 გრამი მოვასხა. ცოტა საუსი რომ მოვასხა შეიძლება. ცოტა მშრალია თქო. იმიტომ რომ არ უცოდით რომ მოსადე მოხვიდოდი და უგლუტენო პური და დესერტები გამოუშვას. ვაიმე, მიდი რა, უგლუტენო პური ხო ის რო დეფიციტშია. კი, სუ. კაცრავად, ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება ხერხემალში. აი ეს გაგვისინჯე. ეს პაწუკები. ეს соуსი არის ბალზამიკოთის, ლიმონის წვენი აქვს და ზეითუნის ზეთი ერთად მოვამზადეთ. ეს არის უგლუტენო პატარა პურიკები, ქათამი არის, ფეტა, ჩერი და ანუ ავოკადო. ეს არის სუნელებიც ისეთი უგლუტენო. რისი ამ ბრინჯისა? სელი აქვს, ჩია აქვს, ცოტა ის აქვს წყალმცენარეებიც აქვს ამას, ეს ხო ტომიამის არის. ხო. ძალიან კარგია. ჭიჭებურას პური. მაგრამ კალორიაა, ჭიჭებურა ხაც კალორიულია და მე არ ვერჭამ. ჭიჭებურა ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს. და მე ინსულინ რეზისტენტობა მაქვს და ნუ შენ ქონდა ხო? ეხლა ცხა აქვს? მართლა? ანუ ალბათ უკეთეს მდგომარეობაში. ალბათ ამოჭრი ამას, მაგრამ მუნჯაროს რატო არ იკეთებ? იმიტომ რომ მე მქონდა არა მოვჭრი. მე მქონდა მე გავიკეთე ოპერაცია ფარისებზე და ნაწილი დაგჭირდა. ხო და იყო ადენომა, ანუ სიმსივნე, იყო კეთილთვისებიანი და ძალიან დიდი შანსია რომ ხო არ შეიძლება. იმიტომ რომ რეციდივის გამოწვევა შეუძლია და თან ავთვისებიანის და ნამდვილად მირჩევნია ჩემით ნელ-ნელა მივიდე იქამდე და აუცილებლად მივალ, ზუსტად ვიცი. აქვე ვიტყვი რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია მეტრომარტი. მეტრომარტი არის მულტიბრენდული ტექნიკის ჰიპერმარკეტი, რომელიც გვთავაზობს ძალიან დიდ არჩევანს, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი ტექნიკის და მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც თბილისში, მაღაზიაში, ასევე მთელ საქართველოში ონლაინ. და ნანუკა ალბათ მოგწონს ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ხო არა? ხო და აუცილებლად უნდა გადმოგცეთ ამ სივრცის გრილის და მელოდიის სახლის ესეთი ვაუჩერი და ძალიან გემრიელი, ზუსტად ისეთი კვება, რომელიც ჩვენ გვიყვარს და აქ არის ეს აზიური სივრცე, არის ამერიკული, ევროპული და გავიგონე მე ჩამოსვლამდე. და 28 მარტს იქნება თო ევგენიდეს და ბენდის კონცერტი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საღამო და აქ ზოგადად არის ხოლმე ძალიან კარგი გემოვნები, რა თქმა უნდა, ძალიან გემოვნებიანი მუსიკა არის ხოლმე და მოკლედ აი ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი საუბრისთვის და ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო და აი ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული, დარწმუნებული ვარ, რომ გექნება, გისურვებ ძალიან დიდ სიყვარულს, რომელსაც შენი მსახურებ. მადლობა დიდი. და კიდე აუცილებლად შევხვდებით. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. აი უღრმესი მადლობა მართლა, ძალიან თბილი და ისეთი გულწრფელი მართლა. მადლობა ძალიან ძალიან დიდი. არ დაგავწყდით ჩვენი გადაცემის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს. ნახვამდის.